ბახმაროში წყალდიდობას ებრძვიან ძლიერი წვიმის შედეგად ადიდა მდინარე ბახვის წყალი. წყლის დონე მნიშვნელოვნად მოიმატა ღელეებშიც, რამდენიმე უბანთან მისასვლელი გზაც ჩაიხერგა. სტიქია თავს დაატყდა ლენტეხსაც ღამით მოსულმა ძლიერმა წვიმამ. მუნიციპალიტეტში მეწყრის რამდენიმე კერა წარმოქმნა, დაზიანდა საავტომობილო გზები და ხიდები. სტიქიის ზონიდან გამოსვლას ვერ ახერხებდა ტურისტების ჯგუფი, თუმცა ისინი მალევე გადაიყვანეს უსაფრთხო ადგილზე. ამ დროისთვის ლენტეხიდან სოფელ მელემდე საავტომობილო გზა მაღალი გამოვლობის ტრანსპორტისთვის გახსნილია. მიმდინარეობს მუშაობა სოფელ მელედან ცანას მიმართულებით გზის გასახსნელად, თუმცა ტექნიკის მუშაობას მეწყრული კერები აფერხებს. კურორტ ბახმაროში იყო ერთდროულად დიდი ნალექი წვიმის სახით, რამაც პატარა ღელეების ადიდება გამოიწვია, ასევე ადიდა მდინარე ბახვის წყალი და შესაბამისად შიდა გზებზე მოხდა დიდი რაოდენობით ნატანის ჩამოტანა ღორღისა და ქვების სახით. ილიდანვე მუშაობს ტექნიკა, ცენტრალური გზა უკვე გავლადია, რაც შეეხება დაბა ბახმაროში, ტექნიკა მუშაობს და ეს დისკომფორტი ჩვენს დამსვენებლებს მოეხსნება დღის ბოლომდე. ნგრევა და რაიმე მძიმე ვითარება არ გამოწვეულა ამ მხრივ, არც ევაკუაციის საჭიროება არ ყოფილა წუხელ ნამდვილით.